მოწყენილი იყო აი რაღაცა რომ განერვიულებდეს, რაღაცაზე წუხდე და ვინმე რომ მოვიდეს ახლა შენთან და რომ ჩხუბი დაგიწყოს, გაბრიელ ახლავე მითხარი რა გაწუხებს. აი ყვირილი რომ დაგიწყოს. შენ მაშინ უფრო მოგინდება რომ გული გადაუშალო თუ რო გითხარს ესე მოვიდეს მოგეფეროს აბა ჩემო გაბრიელ რა გაწუხებს, რა გაგჭიროებია, იქნებ მოგეხმარო. რა დროს უფრო მოგინდება რომ გადაუშალო გული. უფრო სიყვარულით რო გეტყვის, აბა რა მაშინ უფრო გინდა რომ გაუზიარო შენი ტკივილი, ხო მართალი? თორე ისე გული კი ვერ იხსნება სათქმელად, აი შეიძლება ძალიანაც გიჭირს, მაგრამ აგერ ჩხუბით რო გეტყვიან რომ აბა არიქა მითხარი რა გიჭირსო, ვერ ეტყვი, ხო მართალი? ჩვენ მშობლები ზოგჯერ შეცდომას ვუშვებთ. აი მეც ჩემს შვილებთან, შეიძლება სხვა მშობელის თავის შვილებთან, რომ ჩვენ ესე თბილად ზოგჯერ ვერ ვეუბნევით ჩვენ შვილებს და არა და გვინდა რომ გაგვიზიარონ თავისი წუხილი, მაგრამ ზოგჯერ ვჩქარობთ და ვერ ვახერხებთ. ეს ჩვენი შეცდომა, ესე რომ თქვენიც აით რომ ეგ შეცდომა არ დაუშვათ. სხვა თუ გინდა რომ გული გადააშლევინო, უნდა თბილად ელაპარაკო. კიდევ რა გახსოვთ, აბა? მედი გაბედე. გაბედე. მე აღარ მახსოვს, თქვენ უნდა გამახსენოთ, აბა შენ რა გახსოვს? ერთი ბიჭი რომ მამა და ბიჭი რომ დადიოდნენ მატარებლით და ბოლოს ბიჭმა უთხრა რომ მე უკვე დიდი ვარო და აღარ მინდა შენი წამოყოლებაო და ბოლოს მამამ ჩაუდო წერილი რომ თუ რავე დახმარება დაგჭირდება ის წერილი წაიკითხო და ბიჭს როცა დახმარება დასჭირდა ამოიღო წერილი და წაიკითხა იქ ეწერა რომ მე ბოლო ვაგონში ვზივარო. ბოლო ვაგონში ვზივარო და ბიჭსაც გაეხარდა. ხო მართალია? შიში გაქრა, გაიქცა შიში, აღარ არის ნერვიულობა, აღარ არის არამედ სიხარული შემოვიდა რომ გაიგო რომ მამა აქვე ახლოს არის. თუ რამე გაუჭირდება მიეხმარება მამა. და ჩვენ ვთქვით რომ ეხლა საყვარელო ჩვენ ვთქვით რომ ღმერთიც ეგრე ახლოს არის ჩვენთან. თავარია ჩვენ გვახსოვდეს რომ ღმერთი ეგრე ახლოს არის და ჩვენ მზად არის ჩვენ დაგვეხმაროს. ხო მართალი? აბა შენ რას? კიდევ ის რომ თუ რამე სიკვდილით ჩავიდეთ უნავიხილეთ ზეცაში. ამიტომ ღმერთი დაგვაწმენებს და სიკვდილით აღარ ჩავიდეთ. იმ ბავშვმა რომ მამას გაახსენა, ხო, რომ ღმერთი არსებობს. აი, თივას რო იპარავდა და მე ბავშვმა რა უთხრა მამას ზევით აიხედეო და მამაც აიხედა და თავით მე ისევით დააბრუნა. კი ბატონო, ანუ ჩვენ რომ შევაჯამოთ ეხლა შენი ნათქვამიც და მარიამის ნათქვამიც რა გამოდის ნახე? ჩვენ როდესაც ღმერთი გვახსოვს. გასაჭირში ვართ იმედიანად, იმ ბიჭს ხო გასაჭირში გაახსენდა რომ მამა იყო ბოლო ვაგონში ხო აღმოაჩინა და იმედიანად იყო და თუ ცუდი რამის ჩადენას ვაპირებთ და მაშინაც ღმერთი გვახსოვს, მაშინ იმ ცუდ რამეს აღარ ჩავიდეთ. და ნახე რა გამოდის. ღმერთის ხსოვნა ჩვენ გვეხმარება რომ ცოდვას ავწდეთ და გვეხმარება რომ გასაჭირში იმედიანად ვიყოთ. აი რამხელა რაღაცაა და ღმერთის ხსოვნას უნდა ადამიანმა გამოიმუშაოს როგორც ჩვევა. ესეც ერთ-ერთი კეთილი ჩვევა არის, რომ ადამიანს ყოველთვის ღმერთი ახსოვდეს. ეხლა ჩვევა ისეთი რამეა, რომ ზოგჯერ ადამიანმა თავის თავს უნდა დააძალოს. აი მაგალითად, დილით რო ადგება ადამიანი, ხო, პირი უნდა დაიბანოს, კბილები გაიხეხოს, მოწესრიგდეს, ხო? მაგრამ პატარა როა ბავშვი ამას ხო ვერ აკეთებს თავისთვის და მშობელი ასწავლის ერთხელ გააკეთებინებს ორჯერ, სამჯერ და მერე ჩვევაში გადასდის და ეხლა მაგალითად აი მოზრდილ ადამიანს, აი ნიკოლოზი ხა ფოტოებს რო იღებს, მაგას დაძალება კი აღარ ჭირდება რომ ადექი შვილო კბილები გაიხეხე, პირი დაიბანე, გასუფთავდი, მოწესრიგდი. ჩვევაში აქვს უკვე ადამიანს და თვითონ აკეთებს. ღმერთის ხსოვნაც ეგრე.
ჩვენ შეიძლება ზოგჯერ დაგვავიწყდეს, რომ ღმერთი არსებობს და გვიყურებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყოველთვის გვახსოვდეს. ერთხელ დააძალოს შენ თავს, რომ გახსოვდეს ორჯერ, სამჯერ და ეს თუ ჩვევაში გადაგივიდა, რომ ღმერთი ყოველთვის გახსოვს. მაშინ გასაჭირი არ გექნება, იმიტომ რომ იმედიანად იქნები. უიმედოთ არასდროს არ იქნები განსაცდელის დროს. და თუ ვინმესთვის ცუდ რამეს დააპირებ და იქაც ღმერთი გახსოვს. მიხვდები, რომ მაგის გაკეთება არ შეიძლება, ღმერთი ყველაფერს ხედავს და გადარჩები ცუდი საქმის ჩადენას. კიდე რა გვაქვს? აბა? კიდე ვითხარით, რომ თქვენ თუ არ მოგწონთ კანფეტი ან სხვას მისცეთო. მართალია. ანუ ის კანფეტი, რაც შენთვის არ მოგწონს, სხვას არ მისცე. რაც შენთვის მოგწონს, ის მიეცი სხვას. ხო მართალია? ეგ მარტო კანფეტი კი არა. საქციელიც ეგრეა. ნებისმიერი რამე გაუკეთე სხვას ისეთი რამ, შენ რომ მოგეწონებ. რა უცუნცული? როგორ? ისე მოეკეცი სხვას, როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს. კი ბატონო, აბა შენ რა? კიდევ ის ნელ-ნელა ვადიოდი ფეხიმაზე, საფეხურებზე რო სწავლობდი. აბა კარგად არ მახსოვს რა ვთქვით მაგაზე? ნელ-ნელა საფეხურებზე რო ავდიოდით, რასაც ვისწავლიდით, ნელ-ნელა რო ავდიოდით საფეხურებზე. კი არ მახსოვს. რა კარგია, თქვენ რაღაცა გახსოვთ და მე აღარ დავამახსოვს. აბა კი არ მახსოვს, სამწუხაროდ. ერთ გაკვეთილით, რომ უფრო მარტივად ვსწავლობ, უფრო მარტივად ავდივართ, ვიდრე უფრო დიდი საფეხურებით. გამახსენდა. ანუ თანმიმდევრული რომ უნდა იყო, ხო, ცოტ-ცოტაობით ახვიდე, ვიდრე ერთიანად დიდი რაღაცა მოინდომო, ხო, მართალია. კი ბატონო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ეგ აი ჩვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცი რატოა მნიშვნელოვანი. თუ ერთიანად დიდ რაღაცას მოიწადინებ და ვერ შეძლებ, ვერ გააკეთებ, შეიძლება იმედი დაკარგო, რომ ვერ ვაკეთებ. მაგრამ თუ ეცდები, რომ ცოტ-ცოტაობით შენი თავი მიაჩვიო, აი მაგალითად ერთიანად რომ 10 კილო კანფეტი შეჭამო, შეიძლება ექიმთან წასაყვანი გახდე. მაგრამ შენ თუ დღეში 2 კანფეტი შეჭამ, ხვალაცორს, ზეგაცორს, აღარც ექიმში აწუხებ და შეც გაქხასიათზე იქნები. საქმეც ეგრეა. იმიტომაც თქვენ სკოლაში აბა დააკვირდით მასწავლებლები ერთ გაკვეთილზე მთელ წიგნს კი არ გაძლევენ სასწავლად. არამედ შეიძლება ერთი გვერდი მოგცენ, ნახევარი გვერდი მოგცენ, ერთი სავარჯიშო მოგცენ დასაწერი, მთელ წიგნს ხო არ გაძლევენ, რომ წავიდა მთელი წიგნი დაიზეპირე, არ გაძლევენ. კიდე რა ვთქვით, რა კარგად გახსოვთ ესე იგი, აი, ეხლა წმუნდები, რომ რა კარგია, რომ ჩამოვედი და ღირდა ამ იმის თქმა რაც თქვით ესე იგი. არაფერი არ დაკარგულა. ეგ იცი რას ნიშნავს, აი, წარმოიდგინე, რომ თქვენ ახლა სოფელში ხო თესავთ, ხო ეხმარებით მშობლებს რაღაც დათესოთ, რაღაცა გათოხნოთ და წარმოიდგინე, რომ ბაღში გაიხედო და აღარ გახსოვს რა დათესე. და გაიხედო და ნახო, რომ იქ ლობიოა ამოსული, იქ სიმინდია ამოსული, შენ ხო გაგეხარდა, აი, თურმე ტყუილად არ მიშრომია. გესმით? ეხლა მეც ეგრე მიხარია, რომ თურმე ტყუილად არ მილაპარაკე, აბა შენ რა გახსოვს? კიდე ის მახსოვს, რომ ეგ კანფეტი რომ ადამიანს ჩავუდოთ ჩანთაში, არ უნდა გამოვაქვეყნოთ, რომ აი მე მას ჩავუდე ეგ კანფეტი ჩანთაში ობიექტით ჩვენად უნდა ვიყო და თვითონ მიხვდება. აი ძალიან კარგია, მადლობა. მოდი პირიქით რო ვთქვათ ეგ, ნახე, მოდი ორივე შემთხვევა განვიხილოთ. მე არ მახსოვს მაშინ ორივე შემთხვევა განვიხილეთ თუ არა. დაუშვათ, შენ რა გქვია სახელი? დავით. რამდენი ხართ კლასში? 12. დაუშვათ, შენ ნამდვილად გახსოვს, რომ სკოლაში რომ მიხვედი, კლასში რომ მიხვედი, რაღაცა კალამი გქონდა ჩანთაში. გქონდა რაღაცა კალამი ნამდვილად. კლასიდან გამოდიხარ უკვე ბოლო გაკვეთილია და აღმოჩინე, რომ ეს კალამი აღარ გაქვს. ეხლა შენ ხო გაგიცინდა ეჭვი, სად წავიდა ეს კალამი, ყველგან ეძებე და არ არის. და მე ნახე ეშმაკიც გეხმარება, გაფიქრებინებს, გეხმარება ბჭყალებში. გაფიქრებინებს, რომ აი იმან მოიპარა, იმან მოიპარა, იმან. ხო 12 ხართ კლასში და 11-ვეზე გაფიქრებინებს. შეიძლება იმან და ნახე ყველას მიმართ უკვე ცუდი განწყობა გაქვს და
ეჭვი გიჩნდება, შეიძლება ვეღარავის ვეღარ ენდო, ნახე როგორი ამბავი. მაგრამ თუ ვინმე პირიქით დაუშვათ კალამი შენ არ გქონდა და ვიღაცა ჩაგიდო ისე რომ შენ არ იცი. და სახში რომ მიდიოდი აღმოაჩინე რომ თურმე კალამი გაქვს და შენ უკვე ცუდად კი არ ფიქრობ ახლა ყველაზე. არამედ ყველას მიმართ კარგი ფიქრები გაქვს. შეიძლება ამ საყვარელ გოგონას ჩაედო, მაგრამ არ იცი ვინ ჩაედო, შეიძლება ამას, შეიძლება იმას და ყველას მიმართ დადებითად ხარ განწყობილი და ფიქრობ რომ ყველა ესეა კეთილგანწყობილი შენს მიმართ. და ვინც ეს კალამი ჩადო, ნახე მაგრამ ამხელა საქმე გააკეთა. რომ შენ და ჩუმად რო ჩადო. მაგას უსვამხარს ჩუმად რო ჩადო. რომ ეთქვა რომ აი სახელი რა მითხარი ბოდიში? დავით, აი რო ეთქვა რომ მე შენ ამ კალამს ჩუქნი, ეს ძალიან კარგი საქმე იქნებოდა. ეს ცუდი კი არ არის, მაგრამ შენ მხოლოდ მის შესახებ გექნებოდა კარგი ფიქრები. მაგრამ ჩუმად რო ჩადო, ეხა შენ ყველაზე კარგად ფიქრობ. ნახე რამხელა საქმე გააკეთა, ხო მართალი? კარგად რო დაგამახსოვდეს, რაც გითხარი, ეს კალამი შენ. მაგ კალამს რო შეხედავ, ეს ნათქვამი გაგახსენდა. აბა კიდე რა გვახსოვს? აბა? ღმერთის ხასიათები. ღმერთის თვისებებზე საუბრობთ. აბა რა თვისებებს ვამბობთ? შეგვიძლია რომ გავიხსენოთ, აბა? როგორია იესო? ეს ღმერთის მიმდევრები რომ ვართ. დიახ. აი თვითონ ღმერთის თვისებებს ვამბობთ, ხო? რა თვისებები აქვს ღმერთს? აი როგორია ღმერთი? კეთილია. კი ბატონო. ნებისმიერი საქმის გაკეთებაში. კი ბატონო, გვეხმარება. აშა რას ამბობ? გულუხვი და გულუხვი. გულუხვია. კი ბატონო. ეხა მაგალითად აი მოდი ისევ დათესვას მიუბრუნდეთ. დავუშვათ ადამიანს აქვს ერთი ტომარა სიმინდი. თუ დაენანება დათესვა. აი ძალიან ცოტა დათესა და ნახევარი ტომარაც არ დათესა. დაენანა რომ დაეთესა. როგორ სიძუნწითაც დათესა, ხო ისევ სიძუნწით მოიმკის. ხო ცოტა მოვა. მაგრამ გულუხვად თუ დათესავდა, ხო გულუხვათაც მოვიდოდა. ხო მართალი? და ღმერთი გულუხვია და ჩვენც მაგას გვასწავლის, რომ თუ გულუხვად დათესავ, ოღონდ ჩვენ რა უნდა დავთესოთ? ნახე მარტო სიმინდი კი არა. სიკეთე უნდა დათესო, იმას ის გაუკეთო, იმას ის გაუკეთო, იმას. ოღონდ ჩუმად უნდა გაუკეთო. ეხლა ჩვენ რო ვთესავთ, სიმინდი დაგითესიათ? აი რა ხდება? მიწაში ჩააგდებ, მერე? მიწა უნდა მიაყარო. მიწას რომ მიაყრი, შენი დათესილი სიმინდი ხო არ ჩანს. სიკეთეც ეგრეა. შენ თუ შენს გაკეთებულ სიკეთეს მიწას არ მიაყრი, ანუ არ დაფარავ და გამოამზეურობ, აი მე ეს დავთესე, არიქა ხალხო. მოვა ბეღურა ჩიტი და აკენკავ შენ დათესილი. ვინმე მოიპარავს. ან მზე გააფუჭებს, ყოველ შემთხვევაში არ გაიხარებს, არა მოვა. ჩვენი სიკეთეც ეგრეა, თუ არ დაფარე და თუ გამოამზეურე, არა მოვა. და ცუდი გაკეთებული საქმეც ეგრეა, ნახე, მე თუ დავუშვათ რამე მოვიპარე და მე ამას მალავ. ეს ჩემს გულში ფესვებს გაიდგავს და გაძლიერდება ეს ბოროტება. მე შეიძლება სხვაგან კიდე მოვიპარო, მე კიდე სხვაგან. მაგრამ მე თუ ამას მიწა არ მივაყარე და სააშკარაოზე დავტოვე. სააშკარაოზე იმას კი არ ნიშნავს, რომ წავიდე და მთელ დედამიწას მოუყვე, რომ მე მოვიპარე, არა. უნდა მოძღვართან მიხვიდე და თქვა, მე მოვიპარე ეს ქურდობის ცოდვა ჩავიდინე და ღვთისგან შენდობას ვითხოვ. ოღონდ ვისაც მოპარე, უნდა ეცადო, რომ დაუბრუნო. გესმით რა ზიარა? ის კი არ გახსოვთ იმ გოგონამ, რომ ამას გაახსენა, ღმერთი გიყურებს, ხო წავიდა და ხო დააბრუნა მოპარული. აი ეგ არის. ის კი არა რომ ეხა შენ ფიქრობდე რომ მე წავალ მოვიპარავ, თან ფული მექნება, თან წავალ და ახსარებას ვიტყვი, რა კარგია. ეგრე არ გამოვა. თუ ნანობ, უნდა დააბრუნო კიდეც და ამ შემთხვევაში გულიდან ამოძირკვავ იმ ბოროტებას და გულიდან მოიშორებ. კიდე გუკეთილი და მოწყალე.
კიდე გულკეთილი და მოწყალეა. კიდე როგორია უფალი? კიდე უსუნავს რომ ერთი ბიჭი იყო მას და მივიდა მასთან. წინასწარ მეტყვით. დიახ. ისა თქვა რომ მას არ დავიჭერო და ვეტყვი რომ ფუტკარი ისა თუ მეტყვის რომ დარიაო მაშინ ხელს არ მოუჭერო და როცა მეტყვის რომ ცოცხალია მაშინ ხელს მოუჭერო და მოვთხოვო რა უთხრა ბძენმა მე წინასწარ მეტყველმა რა უთხრა რა უთხრა ხო არ გახსოვს აი ეგ თავარი მოიცა არ დაჯდე აბა რა უთხრა ეს ფუტკარი გაქვს შენ და შენს ხელშიაო ეგ მკვდარი იქნება თუ ცოცხალი შენზეა დამოკიდებულიო მართლა ბძენი ყოფილა რა ის კაცი მართლა წვიანი ყოფილა რამდენი რამე ხსოვმებიათ კიდევ მოდი ახლა ერთი რამე მინდა გაჩვენოთ თქვენ ეკრანზე რაღაცას გაჩვენებთ ხო ცოტა ხანი და ჩავრთო გავა თქვენ ხო ეზიარებით ხოლმე ტაძარში ხო მიდიხართ აი რამდენი ადამიანი მიდიხართ ტაძარში რამდენი ეზიარებით ეხლა რომ ორშაბათი მოდის კვირა რომ მოდის აი მთლიანად 7 დღე ამ 7 დღეს ქვია ვნების 7-ეული ვნების ვნება რა არის აი მაცხოვარი რომ ევნო ჩვენთვის მაცხოვარმა რომ ტკივილები მოითმინა ჩვენთვის მაცხოვარი რომ ჩვენთვის ჯვარს ეცა 4 შაბათს და პარასკევს ხო ჩვენ მარხულობთ ადამ ქრისტიანები მარხულობენ 4 შაბათს და პარასკევს და აი ხლა რომ 4 შაბათი მოდის სწორედ მაგ 4 შაბათს მოხდა რომ ქრისტე გაყიდა იუდა ისკარიოტელმა ერთ-ერთმა მოწაფემ ერთ-ერთმა მოციქულმა 30 ვერცხლად წარმოიდგინე უღალატა თავის მოძღვარს და წავიდა და თავის მტრებს შეატყობინა რომ მე მოგცემთ ხელსაყრელ შემთხვევას გაჩვენებთ როდის შეგიძლიათ რომ ის შეიპყროთ და ამაში 30 ვერცხლი გამოართ ანუ ფულის გამო ქრისტეს უღალატა იუდა ისკარიოტელი ეგ მოხდა 4 შაბათ დღეს და პარასკევ დღეს მოხდა იესო ქრისტეს ჯვარცმა იესო ქრისტე თითოეული ჩვენთაგანისთვის ჯვარზე გაეკრა იმისათვის რომ ჩვენ გადავერჩინოთ ჩვენთვის რომ სიკეთე გაეკეთებინა აი წარმოიდგინე ახლა როგორია ჯვარზე იყო გაკრული ხელებში ლურსმები ჰქონდა გაყრილი ხელებში და ფეხებში და ეს ჩვენი გულისთვის მოითმინა მანამდე კიდე მრავალი დაცინვა შეურაცხყოფა შენერწყება შოლტით ცემა აბუჩა დაგდება მრავალი რამ მოითმინა ჩვენ როგორ ჯვარიც გოლგოთამდე თავისი ჯვარი ატარა ეკლის გვირგვინი დაადგეს თავზე და ეს ყველაფერი მან ჩვენთვის მოითმინა ხო და ამიტომაც 4 შაბათს და პარასკევს ქრისტიანები მარხულობენ და ამით უფალს ეუბნებიან რომ უფალო ჩვენ გვინდა რომ მადლიერი ვიყოთ იმ ტკივილების გამო რაც შენ ჩვენთვის გააკეთე და ჩვენ გვინდა რომ ჩვენც თანაზიარი ვიყოთ ამ შენი ტკივილების ჩვენ გვინდა რომ შენს მხარეს ვიდგეთ და არ ვიდგეთ იუდა ისკარიოტელის და იმ შენი ჯვარცმელების მხარეს. ამიტომაც ჩვენ 4 შაბათს და პარასკევს თავს ვიკავებთ რაღაცეების ჭამისგან, არა მარტო ჭამისგან ბავშვებო, არამედ წეგან აი გოგონამ რო თქვა, არ გაუკეთო სხვას ისეთი რამე, რაც შენ არ მოგეწონება. არც უნდა თქვა სხვაზე ისეთი რამე, რაც შენ არ მოგეწონება. არც უნდა მოისმინო სხვაზე ისეთი რამე, შენ რომ არ მოგეწონება. არც უნდა ეცადო, არც უნდა გაიფიქრო სხვაზე ისეთი რამე, რისი გაფიქრება სხვისი მხრიდან არ მოგეწონებოდა შენზე რო ეფიქრა. ხო მართალია. აი გარი მარხვა, ეგ უნდა ვეცადოთ რომ შევინახოთ ესე იგი მარხვა. ეხა 4 შაბათსა და პარასკევს შუაში არის ერთი დღე. რა დღეა? ეხლა რო ხუთშაბათი მოდის, მაგას ეწოდება დიდი ხუთშაბათი. სხვაგვარად ვნების ხუთშაბათი. აი სწორედ ხუთშაბათ დღეს დაწესდა ზიარების საიდუმლო. თქვენ რო ეზიარებით, ზიარება სწორედ იმ ხუთშაბათ დღეს დაწესდა. იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები პირველად
მაგ ხუთშაბათ დღეს აზიარა და უთხრა რომ აი ამას ყოფდით ჩემს მოსახსენებლად იმ ჯვარცმის იმ ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის მოსახსენებლად ადამიანები ეზიარებიან და იმისათვის რომ განიღბთონ ამ დროს ჩვენში თავად ღმერთი შემოდის როდესაც ჩვენ ვეზიარებით და იქ კიდე რა მოხდა ნახეთ დიდ ხუთშაბათს აი ეს ხედან ნახევრად ესე წამოწოლი მდგომარეობაში ინახით ჯდომა ჰქვია მაგას აი მხარი რო გაქვს ესე დადებული ძიდაყვი რო გაქვს დადებული იესო ქრისტე თავის 12 მოწაფესთან ერთად და უცბად მოწაფეებისგან მოულოდნელად იესო ქრისტე ადგა აიღო რაღაცა ჭურჭელი შიგნით ჩაასხა წყალი და მივიდა და ახლა როგორც თქვენს ხედავთ მივიდა ესე და უთხრა საყვარელი გოგონები იყვნენ მოციქულები იყვნენ მაგრამ უთხრა რომ ფეხი გამომიშვირო ფეხი უნდა დაგბანო ესენი ახლა უხერხულობას ხო იგრძნობდნენ რა ახლა რომ მე უცბად ჯამი მოვიტანო და რო გითხრათ რა ფეხი გამომიშვირო უნდა დაგბანო რაღაც უხერხულობა ხო მაინც არის და წარმოიდგინეთ განკაცებული ღმერთი არ თაკილობს თავი დაიმდაბლა და მივიდა თავის მოწაფეებთან რომ ფეხები დაბანოს და ესენი გაკვირვებულები არიან პეტრე მოციქული ეტყვის კიდეც რომ არა არ დამბანო ფეხიო უკუნისამდე არ დამბან ფეხსო და მაცხოვარი ეტყვის თუ არ დაგბანო წილი არ გექნება ჩემთან ანუ ჩემთან ერთად ვერ იქნები და პეტრე მოციქულს იმდენად უყვარდა უფალი რომ მაშინ თუ ეგრეაო და თუ ფეხის დაუბანლად შენთან ერთად ვერ იქნებიო ფეხიც დამბანე და თავიც დამბანეო ანუ იმდენად გულმოდგინეა არა განბანის დაბანო აღარ ჭირდება ანუ თქვენ უკვე მონათლულები ხართო ეგ იგულისხმება და აღარ ჭირდება ფეხები რო დაბანა ყველას დაჯდა ისე მაცხოვარი იესო ქრისტე და ეკითხება თავის მოწაფეებს ეხლა იცითო მე რა გავაკეთეო აი თქვენ მოძღვარს მიწოდებთო უფალს მიწოდებთო და მართლებიც ხართო მე ვარო თქვენი მოძღვარი და უფალიო და თუ მე მოძღვარმა და უფალმა ფეხი დაგბანეთო თქვენც ერთმანეთს უნდა ფეხი დაბანოთ. გესმით? და ბედნიერი ხართო, ბედნიერი იქნებითო. ნეტარნიო, ნეტარება არის მწერვალი ბედნიერების, აი ისე რო გიხარია რაღაცა რო არ გინდა რომ დამთავრდეს არასოდეს და ბედნიერი იქნებითო, თუ ამას მიხვდებით, ამას გააკეთებთ. აი ჩვენ ერთმანეთს ახლა პირდაპირ გაგებითო, თუ საჭიროა ფეხი უნდა დაბანო და უნდა მოემსახურო. აი რომ ამბობ კლასში 12-ნი ვართო. შენ თუ შეძლებ რომ კლასში იმ 11-ს თუ რამე სჭირდება ყველაფერში მიეხმარო, მაშინ უფალი გეუბნა რომ შენ ბედნიერი ხარ. გესმის? და თუ დაუშვათ 11-დან იტყვი რომ მოდი, აი 5 მოემსახურები მიეხმარები და დანარჩენ 6 არ მიეხმარები, მაშინ არა. მაშინ ესე იგი შენ რაღაც გაკლია კიდე. აი ოჯახში დაუშვათ დედმამიშვილები ხო გყავთ? დაუშვათ რაღაც საქმეა გასაკეთებელი, მაღაზიაშია ვიღაცა წასასვლელი. შენ თუ იტყვი რომ დედიკო მე გამგზავნეთ. მოდი ჩემმა დაძმებმა დაისვანონ, მე წავალ. აი დაუშვათ ეძნელება ვიღაცა შორი ან ღამეა უკვე შებინდებულია, იქ სადღაც ძაღლია ეშინია ბავს გაიარ. თუ მაინც იტყვი რომ მე წავალ, ეგ ნიშნავს რომ შენ იესო ქრისტეს მიბაძე და მისი მცნება შეასრულე. და უფალი ესე ამბობს ვისაც პირველობა უნდა იყოს ყველას მსახური. ახლა ჩვენ თუ ვიტყვით რომ მე რა თუნდა წავიდე, აი ის წავიდეს. ახლა ისიც იტყვის მე მეზარება ის წავიდეს. ახლა ჩვენ შეიძლება ყველამ ვთქვათ ამ წუთში რომ კი ეგრე ვიზავ მე წავალ, მაგრამ ეგ იცით როდის კეთდება გადაწყვეტილება. როცა მართლაც დადგება დრო რომ შენ წახვიდე თუ სხვა. აი მაშინ გაიხსენეთ ეს სიტყვები, რასაც ახლა ვამბობ, რომ თუ შენ მართლაც შეძლებ და წახვალ, ესე იგი შენ გაიმარჯვე. დაუშვათ ნამცხვარი მოიტანეს, სხვადასხვა ზომის ნაჭრებია ნამცხვარი. აი თუ იტყვი რომ მოდი ჯერ ამათ არჩიონ და ბოლოს მიავიღებ, მანდაც გაიმარჯვე. გესმით? ანუ თუ რამე საძნელოა, შენ რომ მოიწადინებ რომ გააკეთო, ეგარი გამარჯვება. თუ რამე ისეთია სასიამოვნო და პირის ჩასატკბარუნებელი, იქ კი არ ეცემი პირველი რომ აი მე ეს მინდო და მე ჭიდაობა მიდის ამ ნაცხვარს, ეგრე კი არ.
თუ იტყვი რომ მოდი ჯერ სხვებმა აირჩიო, ბოლოს მე ავირჩევ. ვინც იტყვის რომ ბოლოს მე ავირჩევო, ის არის პირველი, ის ყველაზე დიდია. ასაკით და ზომით და სიმაღლით კი არა. შინაგანად როგორც ადამიანი, ის ყველაზე დიდია, ის ყველაზე ახლოს არის ღმერთთან. იმიტომ რომ იესო ქრისტემ სწორედ ეს გააკეთა. ღმერთი წარმოიდგენთ სამყაროს პლანეტების შემოქმედი ადამიანად მოვიდა და ადამიანებს ფეხი დაბანა, წარმოგიდგენიათ, ადამიანებისგან შენერწყება, შეფურთხება აიტანა. ადამიანებისგან ცემა აიტანა, დამცირება აიტანა. აი ბავშვებს აქვთ ხომ ესეთი თამაში. დავუშვათ ვიღაც რო დაიხუჭება და რო ჩაარტყავენ და აბა ვინ იყო გამოიცანი, ხო? კინა ეგ პატარაობაში ჩვენც გითამაშია, მაგრამ ეხლა ისე მეჯავრება ეგ თამაში და რატო? იესო ქრისტეს ზუსტად ეგრე დასცინოდნენ. რაღაცას გადააფარებდნენ და ურტყავდნენ. ისე კი არა, თამაშით კი არა, აი ურტყავდნენ და მერე მასხარად იგდებდნენ. აბა გვიწინასწარმეტყველა ვინ დაგარტყავ? ქრისტემ განაარიცოდა ვინ დაარტყა, მან ყველაფერი იცის. მაგრამ მათ ჩვენი სიყვარულის გამო ითმენდა ამ ყველაფერს და ესე იგი დაუშვა ღმერთმა რომ ეს მომხდარიყო. გესმით რაზე ალაპარაკი? და ამას ჩვენი სიყვარულის გამო ითმენდა, რომ ჩვენთვის ესწავლებინა ცხონების გზა, ესე იგი, ჩვენ რო გადავერჩინოთ. ხო და ამიტომაც აი ჩვენ თუ გვინდა რომ ქრისტიანები ვიყოთ და ქრისტეს მივბაძოთ, ჩვენც ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც ის აკეთებდა. აი რაღაცა სიტუაციაში რო აღმოჩნდები, იცი რაზე უნდა ვიფიქროთ? უნდა ვიფიქროთ, აი ნეტავ ამ დროს ქრისტე ჩემს ადგილზე რო იყოს, როგორ მოიქცეოდა. როგორ მოიქცეოდა. აი მაგაზე უნდა ვიფიქროთ. დაუშვათ აღმოაჩინე, რომ არ იცი როგორ მოიქცეოდა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავიგოთ როგორ მოიქცეოდა. მაგალითად არსებობს სახარების წიგნი. იქ წერია, სახარებაში წერია ქრისტე ამა თუ იმ შემთხვევაში როგორ იქცეოდა. ამა თუ იმ შემთხვევაში რას გვარიგებდა. და ყველაფერი რო შეაჯამო, აი რაც იმ გოგონამ თქვა ეგ არის. მოეკეცი ყველას ისე როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს. დავუშვათ კონკრეტულად იმ მომენტში ქრისტე როგორ მოიქცეოდა არ იცი. მაგრამ ის ხო იცი რომ შენ როგორ მოგექცნენ, რომელია კარგი და რომელიც ცუდი, მაგას ხო ხდები. ამიტომ შენც ეგრე მოეკეცი სხვას და ეგ არის ქრისტიანობა. მაგრამ ეგ ყოველთვის ადვილი არ იქნება. ესე სალაპარაკოთ ადვილია ჩემთვისაც და თქვენთვისაც, მაგრამ რომ აღმოჩნდებით იმ შემთხვევაში რა გავაკეთოთ, იქ რას გავაკეთებთ ძნელი სათქმელი. აი მაგალითად ერთი ესეთი ამბავი იყო, მე არ მახსოვს მოგიყევით თუ არა. თუ მოგიყევით, მითხარით რომ ეგ უკვე ათქვამია და მონასტერში რომ 3 ბავშვი მივიდა. გახსოვთ მოგიყევით? არა. მონასტერი იცით რა არის? მონასტერი არის ეკლესიები, არის საერო ტაძრებიც არის და არის მონასტრებშიც. მონასტერი არის რა, ნახეთ, ეხლა თქვენ ხომ აი მაგალითად ოჯახი მყავს, ცოლ-შვილი მყავს, ხო? არიან ადამიანები, ვინც არ დაოჯახდა. წავიდა და მონასტერში განმარტოებით ცხოვრობს. ანუ ღმერთს შეწირა ბოლომდე თავისი თავი და წავიდა და ორი გზა არსებობს, ორი ძირითადი გზა სულის ცხონების. ერთია სამონასტრო, რომ განმარტოებით ცხოვრობ, ერთია რომ ერში იცხოვრო, დაოჯახდე და პატიოსნად კეთილსინდისერად იცხოვრო. მონასტერს თავისი წინამძღვარი ყავს. და ამ წინამძღვართან მივიდა 3 ბავშვი. აი 3 ბიჭი მივიდა. რა ქვიათ სახელები? ავთანდილი, გაბრიელი და ნიკოლოზი. ავთანდილი, გაბრიელი და ნიკოლოზი მივიდნენ მონასტერში. აი შენ ახარ მონასტრის წინამძღვარი. მოდი ცოტა წინ დაჯექი. შენ რა ქვია? გიო, დაჯექი მოდი. მოუწიეთ გოგოებო. 3 ბიჭი მოვიდა და თხოვენ რომ იქნებაო ცოტა ხნით ჩვენს დაგვიტოვოთ. მონასტერში ძალიან კარგია, იქ ლოცულობენ, ერთად შრომობენ, იქ ბერები ესაუბრებიან ბავშვებს და ეს ძალიან დიდი სიხარული. და
სთხოვენ ეს ბავშვები წინამძღვრს, რომ იქნებ ჩვენს დავრჩეთო და წინამძღვარმა გიორგიმ უთხრა, რომ ერთ შეკითხვას დაგისვამთ. თუ სწორად გამცემთ პასუხსო, ვინც სწორად მიპასუხებს, იმას დავიტოვებო. და ეკითხება ასეთ რამეს. აი, ქუჩაში რომ გაიარო და დაინახო, რომ იქ რაღაცა ფულია დაგდებული, აი 20 ლარია დაგდებული. რას იზავდიო? შენ რა მითხარი რა მქვიაო? რას იზავდიო გეკითხება? პატრონს მოუძებნდი ამ ფულს პატრონს მოუძებნდი. მოძებნიდი. გიორგი შენ თუ? გაბრიელ, შენ რას იზავდიო გიორგი გეკითხება წინამძღვრ? არ აიღებდი შენ? არ ავიღებდი. იმ სამმა ბავშვმა იცით რა უთხრა? წინამძღვრს ასეთი რამე უთხრა. დაბა მე შენ გადაწყვიტე ვის დაიტოვებ მონასტერში და რატომ? ერთმა უთხრა მე ავიღებდიო. ჩავთვლიდი რომ ეს ღმერთმა გამომიგზავნაო. და დავხარჯავდი ჩემ გემოზე, იმიტომ რომ ეს ღმერთმა გამომიგზავნა, ესე ჩავთვლიდიო. კარგიო, მეორე უთხრა მე არ ავიღებდიო, რადგან ეს ჩემი არ არისო. შეხოუსმენ ორივეს. მესამე უთხრა მე არ ვიცი რას ვიზავდიო, მაგრამ თუ არ ავიღებდი, კარგად მოვიქცეოდიო. რომელს დაიტოვებდი და რატომ? იმას იმიტომ რომ არ ამონი არ არის ხო და დაგვრეთის გამოგზავნილი იყო აიღებდა თან პატრონი არ ყავდა პატრონი არ ყავდა კარგი მაგალითად ესეთი სიტუაცია შენ რა გქვია ნიკოლოზ შენ ყავს მოხუცი მეზობელი დაუშვათ ისედაც კი გეყოლება მაგრამ დაუშვათ არ ყავს იქ იმ პერიოდში შვილები იქ ახლოს არ ყავს და რაღაც შენ გთხოვა ნიკოლოზ, ხო ნიკოლოზი ხარ? ნიკოლოზ, შემოსაყვარელო ბიჭო გთხოვა, იქნება აფთიაქში გამეგზავნო, წამალი მომიტანო. შენ კი ბატონო ბებო, აბა უარს როგორ ეთქვი ადამიანს შენი დახმარება რომ უნდა გამოვართვი ეს 20 ლარი, მიდიხარ აფთიაქში, უნდა წამალი იყიდო და მიხედი თუ შეიძლება ესა და ეს წამალი მომეცი და უნდა გადაიხადო და ფული არ აქვს. ვაიმე, ხო გაგისკდა გული. წამოხედი ახლა ეძებს სად არის და თურმე აუღია ამას და ღმერთმა გამომიგზავნაო ამბობს. წავიდა და თავისთვის კანფეტებს ჭამს. ეხლა რა ვქნათ? წარმოიდგინე. ხო და რა უყოთ ეხლა რა ბებოს რა უშველოთ? გესმით აი რაზეა ლაპარაკი. ამიტომ ეხლა ნახეთ წინამძღვარმა თქვა, მოდი კიდე ერთხელ ვიტყვი. პირველმა თქვა ავიღებდი, რადგან ჩავთვლიდი, რომ ღმერთმა გამომიგზავნა. ანუ ეხლა როგორ ფიქრობ, ეს სწორია თუ მცდარია? მცდარია. მცდარია, იმიტომ რომ შენი არ არის. რა მნიშვნელობა აქვს, რომ არ იცი ვისია? ის ხო იცი, რომ შენი არ არის. ის არ უნდა აიღო. მეორემ თქვა, მე არ ავიღებდიო. ეს კიდე ცოტა არაუშავს ამას, რაც თქვა. მაგრამ აი მესამე დაიტოვა წინამძღვარმა მონასტერში და რატომ? მესამე რა თქვა ნახეთ, მე არ ვიცი რას ვიზავდი იმ მომენტში. მაგრამ თუ არ ავიღებდი, ეს იქნებოდა სწორი. არ აღება ხო სწორი იქნებოდა, მაგრამ იმის თქმა რომ მე ნამდვილად არ ავიღებდი, შორიდან ადვილია მაგის თქმა, მაგრამ იქ რო დადგები იმ მომენტში, მე გაიხსენეთ. დედა რო იტყვის, შვილებო, ვინ წახვალთ მაღაზიაში? მაშინ გაიხსენეთ ეს, ეხლა რო ამბობ, წავალ. იქ გაიხსენე, რომ ეგრე ადვილად ვერ წახვალ. და დაფიქრდები, ნეტა ჩემი ძმა ხო არ გავაგზავნინო. მესამე თქვა, მე არ ვიცი რას ვიზავ იმ მომენტში. თუ არ ავიღებდი, ეგ იქნებოდა სწორი. ისე რომ იცით თქმა მინდა, იცით ადამიანს რო შეხედავ და რაღაცას შეეშლება, ცუდად აკეთებს, არ უნდა თქვა, რომ მე მის ადგილზე კარგად გავაკეთებდი. იმიტომ რომ არ იცი მის ადგილზე რას გააკეთებდი. დაუშვათ ვიღაცა ცუდ სიტყვებს ამბობს და შენ ამბობ, რა ცუდად იქცევა, მე მაგის ადგილზე ეგრე არ მოვიქცეოდი. ნამდვილად თავისთავად ცხადია, რომ ცუდი სიტყვების თქმა არ არის სწორი, მაგრამ მის ადგილზე იმ გარემოში რო გაზრდილი იყავენ
იმ ოჯახში რო გაზრდილიყავი, სადაც ის გაიზარდა, შეიძლება შენ უარესი გეთქვა. ისე რომ წინასწარ ნურავიზე შეიქმნით განწყობას, რომ ეს ცუდი ბავშვია, იმიტომ რომ ცუდ სიტყვას ამბობს. ვინ იცის მის ადგილზე ჩვენ უფრო უარესი გვეთქვა. ამიტომ ეგრე ადვილად არავინ არ უნდა განვიკითხოთ, ესე იგი. ადვილად არ უნდა გამოუტანო ადამიანს მსჯავრი. ბრავყოთ ახლა. შემდეგ რა მოხდა? დიდი ხუთშაბათი. დიდი ხუთშაბათზე ვსაუბრობთ. ხო არ დაგღალეთ? იუდას 4 შაბათს უკვე რა ჰქონდა გაკეთებული, აბა გაიხსენეთ. 4 შაბათს რა გასცა, შენ გენაცვალე, რა კარგად გახსოვს. მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, იესო ქრისტემ რომელ დღეს აზიარა თავისი მოწაფეები პირველად? ესე იგი იუდაც აზიარა, ეგრე გამოდის, ხო? მაგრამ აბა დაფიქრდით ახლა. იუდას რა აქვს გაკეთებული? გასცა და ეგრე შეიძლება რომ ეზიაროს? ხო და ეგრე არ შეიძლება რომ ეზიაროს. თუ არ მოინანიებს, იუდა არ ნანობდა. იუდას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ქრისტე გაეცა და მივიდა და მაინც ეზიარა. და რა წერია იცით, იუდაში ეშმაკი შევიდა. არასწორად ეზიარა იუდა. ზიარება ეგრე კი არ უნდა. აი დაუშვათ მე თუ გუშინ გიორგი ვაწყენინე და დღეს მივიდე და ვეზიარო, ეგ არაფრით არ შეიძლება. თუ იცი რომ ვინმე ნაწყენია შენზე, ჯერ უნდა მიხვიდე და სთხოვ, გიორგი მაპატიე, შენდობას გთხოვ, რომ ესე ცუდად მოგეკეც. და მერე უნდა ეზიარო, თან უნდა გადაწყვიტო, რომ აღარ მოექცევი ცუდად. ის კი არა რომ იმიტომ კი არ უნდა მიხვიდე და შენდობა კი არ უნდა სთხოვ, რომ აი რახან ხვალ უნდა ვეზიარო, მოდი დღეს შენდობას სთხოვ და ხვალ უარეს გავუკეთებ. ეგ არასწორია. ეგრე ზიარებით შეიძლება ჩვენშიც ეშმაკი შემოვიდეს, ეგრე არ შეიძლება. არამედ უნდა შენდობას თხოვ, უნდა გაიაზრო, რომ გიორგი ნაწყენია შენს გამო, გული ედგინე. უნდა გადაწყვიტო, რომ აღარ გააკეთო. ანუ წინასწარ ცუდი არაფერი არ უნდა დაგეგმო. ეგრე ზიარება არ შეიძლება. ზიარების შემდეგ იესო ქრისტე და თავისი მოწაფეები წავიდნენ ზეთისხილის მთაზე. გეთსიმანის ბაღი, ასეთი ბაღი არსებობდა. ეხლაც არსებობს. ისრაელში, ზეთისხილის მთაზე. წავიდნენ და იესო ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეებს, თქვენ აქ დასხედითო, მე მივალო და ვილოცებო. იფხიზლეთო და ილოცეთო, რომ განსასწრებში არ შეხვიდეთო. ესე იგი ნახე ლოცა. ლოცა არის ძალიან დიდი იარაღი იმისათვის, რომ ადამიანი განსასწრებში არ შევიდეს. თუ რამე უჭირს ადამიანს, სულ უნდა ილოცოს. წავიდა და უფალი ლოცულობს თავისი ზეციერი მამის მიმართ, მას ესაუბრება, რომ თუ შესაძლებელიაო, ამარიდეო ეს დასმისიო, ეს ტანჯვაო. მაგრამ არა როგორც მე მნებავსო, არამედ როგორც შენ გნებავსო. აი ჩვენი ლოცაც ესეთი უნდა იყოს. კი არ უნდა დაიჟინო რამე. იმიტომ რომ არ იცი შენთვის კარგია თუ ცუდია. ჩვენი ლოცვის ბოლო სიტყვები ეს უნდა იყოს. უფალო, როგორც შენ გნებავს, როგორც ჩემი სულისთვის სასარგებლოა, ისე მოხდეს. და ესე მერტი მოახდენ შენთვის უკეთეს. მე ამ დროს მოვიდა იუდა ისკარიოტელი ჯარისკაცებთან ერთად და იესო ქრისტეს ეამბორა. და ამითი გასცა უფალი. ჯარისკაცებს უთხრა, რომ ვისაც მე ვეამბორებიო, ეგ არის უფალი, ეგ შეიპყარითო. და იესო ქრისტე შეიპყრეს. წაიყვანეს ერთ-ერთი მღვდელმთავრის კაიაფას სახლში. და იქ ხდებოდა მისი განსჯა და განკითხვა, ყველაზე უსამართლოდ იესო ქრისტეს მოექცნენ. მართალი დასაჯეს იმისათვის, რომ ჯვარზე გაკრული ჯვარცმა გამოუტანეს სასჯელად, ესე რომ ვთქვათ. მე ძალიან მოკლედ ვყვები, ახლა რომ თქვენ არ გადაგღალოთ. იესო ქრისტე ორ ავაზაკთან ერთად აცვეს ჯვარს. მარცხნივ მყოფი ავაზაკი იესო ქრისტეს გმობდა და ეუბნებოდა, შენ თუ ქრისტე ხარ, გადაიჩინე შენი თავი და ჩვენც გადაგვარჩინე. მარჯვნივ ჯვარცმული კი ამბობდა, რომ ჩვენ რაც დავაშავეთ, იმის შესაბამისად ვისჯებით, ამას არაფერი დაუშავებია.
და ვინ არის ვისაც არაფერი დაუშავები? ერთადერთი ღმერთი. დანარჩენი ყველა ადამიანი ცოდვილი. ანუ ავაზაკმა თქვა, რომ ესო ღმერთიაო. ნახეთ, აი იესო ქრისტეში ამოიცნო, რომ ღმერთი იყო. არა და მას შეიძლება არც სახარება ჰქონდა, სახარება მაშინ დაწერილიც არ იყო, არც ძველი აღთქმის წიგნები ჰქონდა, წაკითხული და არაფერი, მაგრამ იესო ქრისტეში ღმერთი ამოიცნო. იესო ქრისტე, როდესაც დაიბადა, სად იშვა იესო ქრისტე თუ გახსოვთ? ბეთლემში. ბეთლემში რო იშვა, ეს რომ მეფე ჰეროდემ გაიგო, გადაწყვიტა რომ მოეკლა, ეს ბოროტი მეფე იყო, მეფე ჰეროდე. ამიტომ გამოეცხადა მართალ იოსებს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ვისაც იყო მიბარებული მართალ იოსებს ანგელოზი და უთხრა რომ ეგვიპტეში გაიქეცით. ესენი რომ ეგვიპტეში წავიდნენ, მეფე ჰეროდემ მთელ ბეთლემში და მის გარშეო მოსახლეობაში ყველა პატარა ბავშვი მოკლა. 14,000 წარმოიდგინეთ იმისათვის რომ უნდოდა რომ იესო მოეკლა. როდესაც ესენი ეგვიპტეში მიდიან, მათ თურმე ავაზაკები დაესხნენ თავს. და ავაზაკების უფროსი გამოვიდა და ნახა ეს პატარა ბავშვი, ჩვილი იესო. და უთხრა სხვა ავაზაკებს, რომ ჩვენ რომ გაგვიგიაო, რომ ღმერთი ადამიანად უნდა მოვიდესო, თუ ის ადამიანად მოვა, ამაზე მშვენიერი მაინც არ იქნება. და ხელი ააღებინა, რომ ესენი გაეძარცოთ. ნახეთ, იესო ქრისტეში ღმერთი ამოიცნო. და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა უთხრა, რომ ჩემი ძე და ღმერთი ამ სიკეთეს არ დაგივიწყებს. და თურმე ეს ის ავაზაკი ყოფილა, ვინც მაცხოვრის მარჯვნივ იყო ჯვარცმული. და იესო ქრისტეს ევედრება, უფალო მომიხსენეოდეს მოხვიდეს უფევითე შენით. და იესო ქრისტე პასუხობს, დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში. ეს ხდება პარასკევს დღეს, ჯვარცმა. და სწორედ ჯვარცმიდან მესამე დღეს, ანუ კვირა დღეს, მოხდა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. როდესაც იჯვრიდან გარდა მოხსნეს და გამოკვეთილ საფლავში დაასვენეს, დიდი ლოდი მიაგორეს და იქ მცველები დაუყენეს. მაგრამ იესო ქრისტე აღდგა საფლავი მკვდრეთით და რომ ნახეს კვირა დილით, იქ არავინ აღარ იყო. სხვათა შორის არსებობს თვით მხილველთა ჩანაწერები, ვინც უშუალოდ იმ საფლავს დარაჯობდა. მე ამასთანაც სადღაც მოვისმინე და ამოვიწერე. იცით რა საოცარ რაღაცებს ყვებიან. მე უბრალოდ არ მახსოვს, ერთ-ერთ აღდგომას კიდევაც წაუკითხე მრევლს. უშუალოდ ის, ვინც იუდას 30 ვერცხლი მისცა. უშუალოდ ისინი, ვინც ესე საფლავთან იყვნენ. საოცარ რაღაცებს ყვებიან, რომ რეალურად რა მოხდა. წარმოიდგინეთ. აი ვისაც ამას იმიტომ ამბობ, ზოგს ვისაც სახარების არ ჯერა. აი ეს დაწერილია მათ ისტორიაში რა მოხდა, მათი საუბრები. როგორ ხო, აი ეს ტურინის სუდარა. ხო. ტურინის სუდარა ფაქტიურად ახალი მეორე სახარება. კი. კი. კიდე რა ვთქვათ, აბა? რაზე ვისაუბროთ? ის ბავშვი ხო არ არის, ყვავილი რო გაგვიკეთა? არა. ავათარი, ყვავილი და ორივე ავათარიან? მოსართავები ნაძვისხის. მეშვიდე კლასელები იყვნენ ისინი. რატომ მძიმედ არიან? ავათ. 7 არის. გაცილებული თუ იქნებიან გათბებიან. არა დუმდოდა. აი გუში თერთსად გამიღარი მომწერა და სასწრაფო იყო. მეორე წინა ერთმა ჯამთელობა მისცა. არა მეთქი რამე სერიოზული ხო არა. გამოკეთები. მუსიკალური პაუზა. უპასუხე იქნებინა.
იქნება რა გასჭიროები. თქვენ ხო არა გაქვთ რამე სურვილი, რაზეც გნებავთ, რომ ვისაუბროთ. აბა? სიკეთე და ბოროტება, ჩვენ მაგაზე ვთქვით რამე თუ არა მაშინ. რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება თქვენი აზრით? სიკეთე და ბოროტება რა არის? აბა? სიკეთე არის რომ ადამიანს რაღაცა დაეხმარება და სიკეთეს გაუკეთებია. კი ბატონო, აბა? ეხლავე. აი სიკეთე არის გაუშვათ გზაში მიდიოდი და შეგხვდა ვინმე მოთხოვარია რაღაცა და რომ დაეხმარები მისცემა საჩუქებ თუ ფული რა მიხარ. ეგ არის სიკეთება და ბოროტება არის თუ ის მოთხოვარი შეგხვდა და პირიქით ყველაფერს დაუნგრევ სახლი დაუნგრევად საქვს და ამე ეგ არის ბოროტება. კი ბატონო, აბა ვაშკაცო, შენ რა ვსკეთე? სიკეთე არის რომ ვინმე მოთხოვარი შეხვდეს თუ ფული სჭირდებოდეს მისცენ და სიბოროტე არის რომ დახმარება თუ სჭირდება სხვა არ დაეხმარება და ეჭვები. კი ბატონო, ეგ ბოროტება იქნება. კიდევ რა არის სიკეთე? ვიღაცას რომ გაახარებ. რომ გაახარებ. კიდევ? ვიღაცას რაღაცას რომ დაეხმარებ. რომ დაეხმარებ. აი მაგალითად ბავშვებო, სამწუხაროა, მაგრამ ესე ხდება ხოლმე. ჩვენთან რომ ბავშვები მოდიან, თქვენი ტოლები ცოტა მოზრდილები, ხშირად ვაწყდებით ასეთ პრობლემას. რომ არის ერთმანეთის დაჩაგვრა მიდის სკოლაში, კლასებში. ახლა წარმოიდგინეთ, აი შენ კლასში რამდენი ბავშვია? თქვენ ერთ კლასში ხართ. ახლა წარმოიდგინეთ, აი 12-ნი ხო ხართ? 12-დან ერთი ბავშვი რომ მეორეს ჩაგრავს. ეგ ხო ბოროტება. მაგრამ დანარჩენი 10 რომ მივა და მათ რო შეარიგებს, ეგ ხო სიკეთე. და თუ ეს დანარჩენი 10 სწორად იქცევა და თუ კეთილია, იმ კლასში ბოროტება არ იქნება. იმიტომ რომ ეს 10 კეთილი ბავშვი გამოასწორებს სიტუაციას. ოღონ არ უნდა შეეშინდეს, არ უნდა მოერიდოს, რომ იმ დამჩაგვრეს აუხსნას, რომ ეგ არ შეიძლება. და იმ დაჩაგვროს გვერდში დაუდგეს, გესმის? ის დამჩაგვრელი და დაჩაგვრული ორიო თქვენი კლასელია. თქვენ უნდა იცოდეთ ხოლმე, რომ ესენი შეარიგოთ. აი ვიღაც რომ მოწყენილია და მიხვალ და რომ შეეკითხები, რა გწის, რატო ხარ მოწყენილი? ეგეც სიკეთეა. მარტო ის კი არა რომ ვიღაცას მაინც და მაინც რაღაც საჭმელი მიუტან და წამალი მიუტან. ზოგჯერ რომ აპატიებ და იცი რას ვამბობდი გაბრიელ? ზოგჯერ ერთი სიტყვა ყველანაირ წამალს ჯობია. ადამიანს რაღაცა სიტყვას მანუგეშება სიტყვას ეთქვი, შეიძლება ყველანაირ წამალს ჯობდეს. ზოგჯერ ერთ ბოროტმა სიტყვამ შეიძლება კაცი. კი ბატონო, ზოგჯერ ერთმა ბოროტმა სიტყვამ შეიძლება კაცი გაანადგუროს. შენ რაღაცას ამბობდი? ბაშონის მეგობრებსაც რომ სიკეთეს როდესაც დავუკეთებ და შემდეგ ეს ადამიანი გონების ამ სიკეთეს აყოლება ხოლმე რომ მე შენს გაგიკეთე და შენ უკარტვები გულობამ სიკეთე ეს შემიერით ეს სიკეთე არ არის. ეგ არ არის სიკეთე, გეთანხმები. თუ სიკეთეს გაუკეთებ, უნდა დაივიწყო, არ უნდა დააყოდრო, მით უმეტეს არ უნდა დააყოდრო. აბა ეგ რაღაც სიკეთე, მართალი ხარ. ჩვენ იმიტომ კი არ უნდა გავაკეთოთ სიკეთე, რომ მანაც დაგვიბრუნოს სიკეთე. ეგ არასწორი იქნება. აბა? დიახ. პროგრამაში არის ასახული, მაგრამ კარგად ვერ ვაყალიბებთ ახლა სიკეთის მნიშვნელობას და ბოროტების მნიშვნელობას კარგად ვერ ვაყალიბებთ ჩვენ, მაგრამ დღევანდელი რეალობა არის ის, რომ აი მაგალითად დღეს რომ აი ჩვენ მივედით გაჭირებულ ოჯახში და ვაჩუქეთ ტელეფონი ვაჩუქეთ თუ საჭმელი მივიტანთ და ასე შემდეგ და რო იხებენ და მე სოციალური ქსელებში რო არის აქტიური ხალხი ასე ვთქვათ კომენტარებში რო არის რა კარგი ხალხი ხართ და როგორ ეხმარებით ოჯახს და სხვადასხვა ასეთი რაღაცები
რომ იხებენ აი ამ ყველაფერს და კადრებში რომ სახავენ აი მე მივედი და ამას ტელეფონი მიუტანა იმას ის ვაჭამეშიო და იმას წყურო და დავალევინე და აი რა მაგარია ასეთი რაღაცები არის სასახური ხოლმე მაგრამ ეს უკვე ბოროტებაა როცა სიკეთეს აკეთებ თქვა და ეს იღებ და ასე თქვა ის ხდება ასე საჯარო აი ნახე სახელი რა ქვია ვეკო ნახე როგორ მოდი ორივე მხრიდან შევხედოთ მაგ საკითხს დაჯექი თუ ჩემი მიზანი არის რომ მე თავი გამოვიჩინო რომ ნახე რა ხელა სიკეთე გავაკეთე ეგ მართლაც ბოროტება ეგ შეურაცხყოფა ადამიანის მაგრამ აქვს მაგას მეორე მხარე რა არის მეორე მხარე ნახე დაუშვათ მე პირადად კი არ ვეხმარები ადამიანს დაუშვათ მე მაქვს გაკეთებული რაღაცა ესე იგი ფონდი მაქვს გაკეთებული და მე რაღაცნაირად მოვალევა რომ ვინც მე იმ თანხას მირიცხავს მათ ვაჩვენო რომ ეს საქმე გაკეთდა რომ მათ ნდობა არ გაუცრუე და ისინი რომ კიდევ მენდონ და მათი ჩემდა მინდობა იმისთვის კი არ მინდა რომ მე ხელი მოვითქვა არამედ იმისთვის რომ სხვებისთვის დასახმარებლად კიდევ მქონდეს და თუ ჩემი мотиваცია ეს არის მაშინ სწორია მაგრამ თუ ჩემი мотиваცია ისაა რომ მე შემოქოს ვინმე მაშინ არ არის სწორი გარეგნულად ორივე შეიძლება ერთმანეთს გავდეს მაგრამ შინაგანი мотиваცია ძალიან მნიშვნელოვანია გესმით მაგრამ მე უფრო იცი რას ფიქრობ ხოლმე თუნდაც ფონდის შემთხვევაში ხო არ ჯობია რომ თვითონ ვინც სიკეთე მიიღო მან გამოთქვას მადლიერება მან აღნიშნოს ეს თემა თვითონვე თავისი სურვილისამებრ და არა ისე რომ აი რა ძალიან ბეწვის ხიდია მან ბეწვის ხიდია გასავლელი ისე რომ არც ის დარჩე შეურაცხყოფილი და არც სხვა რაღაც ბევრი რამეა გასათვალისწინებელი ხო ბევრი რამეა გასათვალისწინებელი თუმცა мотиваციას ვერაფერს ვერ უზავ თუ мотивაცია სწორი გაქვს მაინც უფრო სწორია თუ мотивაცია არა გაქვს სწორი შინაგანად თუ სხვა ცუდი განწყობით აკეთებ მაშინ უკვე არ ვარ ესე რომ აი ერთი ხელის მოსმით ვერ იტყვი რომ აი გარეგნულად შენ რო შეხედა ვერ იტყვი სწორად აკეთებს თუ არასწორად ეს მის გულმა იცის როგორ აკეთებს მას ამის გამო ან სინდისი შეაწუხებს მერე თავის დროზე ან არ შეაწუხებს ზოგადად კი სხვის დასანახავად გაკეთება არ არის სწორი რასაც შენ ნამდვილად გეთანხმები და ეს სიკეთე კი არა ნამდვილად ბოროტება იმიტომ ბოროტება შენ ამ პარტალნების გამო აკეთებ რა შენ რაღაცა დაიმსახურო ქულები ჩაიწერო იმის გამო რომ ვიღაცა გაჭირებულს დაეხმარა კი ბატონო ორი მხარე აქვს გააჩნია რისთვის აკეთებ რამის თქმა გინდა? და ისე დავწერე ხარ, და პარაკის კეთეზე ხოლმე ყველა ადამიანს ხო ადამიანს დავწეროთ გაჩვენა. შემეერთება. თუ გაჩვენა ადამიანს შეიძლება დაიწყოს საქმეების გამოსა. აი ცხოვრების საფაი მოწმობა. აი შეშოშო და სამე აი აღმოლის დამშობლე კატასტროფე. იმასაც აჭამურა დაავინა და ეს სოციალური ასებები არიან და ეგეც სიკეთე. კი ბატონო, ეგეც სიკეთეა, აბა რა. ნამდვილად ეგეც სიკეთეა. ყვავილი რო ჭკნებოდეს და შენ წყალი დაუცხა, ეგეც სიკეთეა. რომ გაივლი, აი დაუშვათ სოფელში გაიარე და ღობიდან გადმოშვერილია რაღაცის ტოტი და შენ ისე სათამაშოდ მიხვედი, მოტეხე და გადააგდე. ეგეც ბოროტება. ეგრეთ ყვილა არც ის არ უნდა მოტეხო. თუ გამხმარია და მოსაჭრელია, კი ბატონო მოჭერი, ოღონდ ეს თუ შენია. თუ არ და პატრონი ყავს იმას და რომ გასხლავს თვითონ მიხედავს და თუ ატყობ რომ ის პატრონი ვერ უვლის და შენი დახმარება ჭირდება, შენ მიეხმარები, ეგეც სიკეთეა. მაგრამ თუ არ გეკითხებიან და იქ ამტრევ რაღაცებს, ეგ არ ვარ. ეგრე არ არის. აბა, კიდე რა ვთქვა? ეს დაღლილი ხარ. დაგღალეთ უკვე.
კონფეტები უნდა დაურიგოთ, აბა. მადლობა მინდა. კონფეტების გარეშე არაფერი არ იქ. არ არის მადლობა. იმ მარცვლით ჩადებისთვის რამდენი დაგითესია თან პატარა. რამდენი ახსოვდათ, აი ხა როგორ მიხარია, ძალიან მიხარია ბავშვო. შემოდგომა კი არ არის, მაგრამ გაზად მაინც მივიღეთ მოსავალი და მადლობა ამისთვის. აი შემოდგომა მაშინ იქნება შემოდგომა ქალბატონო შორენა, ხო? მაშინ იქნება, როდესაც ეხა რაც გვახსოვდა და რაც ვილაპარაკეთ, სხვა რო იტყვის ჩვენზე, რომ ესე გააკეთესო. რასაც ლაპარაკობდნენ, აი ესე მოიქცნენ ნამდვილად. ეგ იქნება შემოდგომა, არა ჩემოვეკო, ეგრე იქნება ნამდვილად. მადლობა ღმერთს.